მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ ბრძოლაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდება. ორ განსხვავებულ სამყაროს შორის დაპირისპირებაზე. რუსი ყოფილი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი და ავსტრალიელი ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა საბოლოოდ შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ის სცენაზე, სადაც 16 ნოემბერს გაიმართება UFC 322. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ოქტაგონში, ეს ორი კულტურის, ორი სტილის და ორი ეპოქის შეჯახებაა. მახაჩევი წარმოშობით დაღესტნიდან UFC-ს მსუბუქ-წონით კატეგორიაში თითქმის სრულ მეფედ იქცა. მისი პროფესიონალური რეკორდი 27 მოგება და მხოლოდ 1 მარცხია. ამ მოგებებიდან 18 მან წესიერი დროის დასრულებამდე მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ ის არ ელოდება გადაწყვეტილებას, ის თვითონ წყვეტს ბრძოლას. მახაჩევის დისციპლინა, გრეპლინგის ძალა და რუსული საბრძოლო სკოლა მის ყველა მოძრაობაში იგრძნობა. მას უკვე 4ჯერ აქვს დაცული ჩემპიონობა, მათ შორის 2ჯერ დაამარცხა ცნობილი ალექსანდერ ვოლკანოვსკი. ახლა ის ახალ გამოწვევას იღებს. გადადის უფრო მძიმე, ველტერ წონით კატეგორიაში, სადაც მისი მიზანია გახდეს პირველი რუსი მებრძოლი UFC-ს ისტორიაში, რომელიც ორ სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვებს ჩემპიონობას. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა შრომა, ტრენინგი და სხეულის სერიოზული ტრანსფორმაცია. თვითონ დანიელ კორმიემ, UFC-ს ყოფილი ორმაგი ჩემპიონი, როცა მახაჩევს შეხვდა, გაოცებით უთხრა: "ვაუ, შეხედე რა ზომის გახდა." ეს ერთი ფრაზა ამბობს ყველაფერს. ისლამი აღარ არის მხოლოდ მსუბუქი წონის მბრძოლი, ახლა ის სრულად მზად არის მძიმე კატეგორიისთვის. მაგრამ არც მისი მეტოქია შემთხვევითი. ჯეკ დელა მადალინა, ავსტრალიელი ჩემპიონი, ცნობილია თავისი დაუნდობელი სტილით. მისი ბოქსინგი ტექნიკურად სუფთაა, მოძრაობები ზუსტია და დარტყმები სასიკვდილო ძლიერი. მას ამჟამად 15 მოგება უწყვეტად აქვს UFC-ში და ჯერ არც ერთი მარცხი. ავსტრალიელი გულშემატკივრები მას პერფის ლომს ეძახიან, ქალაქის საიდანაც ის მოდის. ბოლო შეხვედრა, Face-Off-ი, ნიუ-იორკში იყო ენერგიით სავსე. მახაჩევი იდგა მშვიდად, სერიოზული გამომეტყველებით, თითქოს მთელ დარბაზს თავისი სიჩუმით აკონტროლებდა. დელა მადალინამ კი ღიმილიანი სახით, მაგრამ ცივი თვალებით შეხედა, რაც თავდაჯარებულობის ნიშანია. არც ერთ მათგანს არ დაუკნია თავი. არავის არ დაუშვია პირველი დაბნეულობა. ფსიქოლოგიური ომი უკვე მაშინ დაიწყო, სანამ ოქტაგონი დაიხურებოდა. სპორტული ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს იქნება კლასიკური დაპირისპირება გრეპლერსა და სტრაიკერსა. ერთი იყენებს ძალას და კონტროლს, მეორე სისტრაფეას და ზუსტ დარტყმებს. მაგრამ ამ ბრძოლაში მთავარი კითხვა მხოლოდ ტექნიკაა? არა, აქ საუბარია იმაზე, შეძლებს თუ არა დაღესტნივ თავისი მტკიცე სტილი დაამტკიცოს, რომ რუსული სკოლა კვლავ ბატონობს UFC-ში, თუ ავსტრალიელი მებრძოლების ახალი ტალღა შეძლებს ამ ტრადიციის გატρევას. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ მოერგო მახაჩევმა ახალ წონით კატეგორიას. მისი წონა ახლა დაახლოებით 77 კილოგრამია და ტრენერები ამბობენ, რომ მასში მტკიცება და გამძლეობა საოცრად გაიზარდა. ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ მისი სხეული უფრო მოცულობითია, მაგრამ მაინც ინარჩუნებს სისტრაფეს და მოქნილობას, რაც ძალიან იშვიათია იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც ასე სწრაფად ადაპტირდებიან ახალ კატეგორიაში. დელა მადალინა ამ დროს სხვა გზით მიდიოდა. ის არასდროს არ იყო გრეპლინგის სპეციალისტი, მაგრამ მისი ბოქსინგი იმდენად ტექნიკურად სუფთაა, რომ ბევრ მოწინააღმდეგეს უკვე პირველ რაუნდში სცემს. მისი დარტყმები არა მხოლოდ ძალაზე დაფუძნებულია. ეს არის ზუსტი გათვალა, ნერვების გამოცდა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. სწორედ ამიტომ ბევრს მიაჩნია, რომ თუ ბრძოლა დარჩება დგომაში, ავსტრალიელს მეტი შანსი ექნება. UFC 322 ერთ-ერთი ყველაზე მოლოდინი ღონისძიებაა წელს. ყველა საუბრობს იმაზე, შეძლებს თუ არა ისლამ მახაჩევმა ახალი ისტორიის დაწერას და ორი ტიტულის მოპოვებას. თუ ჯეკ დელა მადალინა გახდება ის ადამიანი, რომელიც დაამხობს რუსულ დომინაციას ოქტაგონში. ეს მხოლოდ დასაწყისია, მეგობრებო. მეორე პოლკაში ჩვენ განვიხილავთ თითაული მებრძოლის სტრატეგიას, საბარაუდო სცენარებს ბრძოლისთვის და იმას, რა შეიძლება მოხდეს Madison Square Garden-ის შუხების ქვეშ. ახლა კი ძმებო და მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი ანალიზი. ბრძოლა, რომელიც ახლოვდება, მხოლოდ სპორტული მოვლენა არაა. ეს ფსიქოლოგიური ომია, სადაც თითოეულ მოძრაობას და თითოეულ მზერას მნიშვნელობა აქვს. ისლამ მახაჩევი არის ბრძოლის მანქანა, რომელიც მოქმედებს ზუსტად, გათვლით და ცივი გონებით. ჯეკ დელა მადალინა კი შემოქმედია ოქტაგონში, მებრძოლი, რომელსაც უყვარს რისკი და არ ეშინია მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება. მახაჩევის სტილი ყველასთვის ნაცნობია. ის არ ეძებს შოუს, ის ეძებს კონტროლს. როგორც მისი მწვრთნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ხშირად ამბობს, ისლამი არ თამაშობს ბრძოლას, ის მას მართავს. მას უყვარს მოწინააღმდეგის დაშლა ნაბიჯ-ნაბიჯ, ჯერ მოიგებს კლინჩს, შემდეგ მიწაზე დაგდებას და ბოლოს მახრჩობელა ან ხელის ბლოკით დასრულებას.
მისი გრეპლინგის ტექნიკა იმდენად გამართულია, რომ UFC-ში მხოლოდ რამდენიმე მებრძოლს შეუძლია გაუძლოს მასზე მეტს ვიდრე 2 რაუნდი. მაგრამ ამჯერად საქმე სხვანაირია. დელა მადალინა არ არის ტიპური სტრაიკერი, რომელიც მხოლოდ დარტყმებზეა დამოკიდებული. მისი მოძრაობა განსხვავებულია. ის ხშირად ცვლის რიტმს, მიდის წინ თითქოს უსასრულო ენერგიით და შემდეგ უცებ ჩერდება, რათა მოწინააღმდეგე შეცდეს. ავსტრალიელი სპეციალისტები ამბობენ, რომ ჯეკი ფსიქოლოგიურად ძალიან გამძლეა. მას არ აშინებს მახაჩევის გრეპლინგი. პირიქით, ეს მისთვის მოტივაციაა დაამტკიცოს, რომ თანამედროვე სტრაიკერს შეუძლია დომინანტ გრაპლერის დამარცხება. მოსალუდნელია, რომ ბრძოლა დაიწყება სიფრთხილით. პირველი რაუნდი ორივე მხარისთვის ტესტი იქნება, რამდენად სწრაფად შეძლებს მახაჩევი დისტანციის დაპყრობას და დელას მოძრაობების გაკონტროლებას. სავარაუდოდ ისლამი შეეცდება თავიდანვე კლინჩში გადაყვანას, რათა ზეწოლა მოახდინოს კორპუსზე და მოახდინოს ენერგიის ამოწურვა. მისი ტაქტიკა ყოველთვის ეფუძნება მოთმინებას. არ ჩქარობს, არ ნერვიულობს, იცის რომ შეცდომა ერთი წამით შეიძლება მოხდეს და ამ წამზე ისლამი არასდროს კარგავს ფოკუსს. დელა მადალინა კი განსხვავებულ გზას აირჩევს. მისი მთავარი იარაღი მარცხენა ჯაბი და მარცხენა ჰუკია. სწორედ ამ კომბინაციით მან დაამარცხა თავისი ბოლო 3 მოწინააღმდეგე, ყველა ჯერ კიდევ მეორე რაუნდამდე. ჯეკი ძალიან ზუსტად იყენებს ფეხების მოძრაობას, მუდამ იცვლის პოზიციას და არ აძლევს მოწინააღმდეგეს გრეპლინგის საშუალებას. მისი სამწვრთნელო გუნდი ამბობს, რომ მათ სპეციალურად იმუშავეს ბალანსზე და ჩაკეტვებისგან თავის დაღწევის ტექნიკაზე, რადგან იციან, რომ მახაჩევის წინააღმდეგ მხოლოდ ძალა არ კმაა, უნდა ჰქონდეს წივი გონება და გამძლეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მახაჩევმა ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ძალა მხოლოდ სუბუქ წონაში არ მოქმედებს. ბევრმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მებრძოლი, როდესაც გადადის ახალ კატეგორიაში, ხშირად კარგავს სისწრაფეს და ბალანსს. თუმცა ისლამმა ეს სხვანაირად მოაგვარა. ის გახდა უფრო ძლიერი, მაგრამ არანელი. მისი სხეულის მასა ახლა 77 კილოგრამია, თუმცა შენარჩუნებულია იგივე მოქნეობა, რაც ადრე ჰქონდა 70 კილოგრამზე. ეს თითქმის წარმოუდგენელია პროფესიონულ დონეზე. ფსიქოლოგიურადაც ორივე მებრძოლი მზად არის. მახაჩევი ჩვეული სიმშვიდით ეკიდება ყველაფერს. მისთვის ეს ბრძოლა მხოლოდ ერთი ნაბიჯია დიდი მიზნისკენ. ისტორიაში პირველი რუსი ორმაგი ჩემპიონობა. ხოლო დელა მადალინასთვის ეს ბრძოლა მისი ცხოვრების შანსია. ის ამბობს, როცა ბავშვი ვიყავი, ვუყურებდი ხაბიბს და ვფიქრობდი, რომ ის სხვა სამყაროდან იყო. ახლა მე უნდა დავამტკისო, რომ ეს სამყარო მეც მეკუთვნება. შეგახსენებთ, რომ ბრძოლა გაიმართება 16 ნოემბერს ნიუ-იორკში მედისონ სკვერ გარდენში, ადგილზე, რომელიც მრავალი ისტორიული ბრძოლის მოწმეა. სწორედ აქ გაირკვევა, დარჩება თუ არა UFC-ს დომინაცია დაღესტანელთა ხელში, თუ ავსტრალიელები შეძლებენ ახალი ერის დაწყებას. და ბოლოს ძმებო, ერთი რამ ცხადია, ეს ბრძოლა უბრალოდ ორთარძოლა აღარ არის. ეს იქნება ღამე, სადაც ენერგია, სისწრაფე და სული ერთმანეთს შეეჯიბრება. ერთი უდაუნერალი გრაპლერი და ერთი დაუნდობელი სტრაიკერი. მხოლოდ ერთი მათგანი დატოვებს ოქტაგონს გამარჯვებული. ასე რომ, თუ გინდა ნახო ისტორია პირდაპირ ეთერში, ნუ გამოტოვებ ამ ბრძოლას. და კიდევ ერთხელ, დააჭირე ლაიქს, გამოიწერე ჩვენი არხი და დატოვე კომენტარი. ვის უჭერ მხარს? მახაჩევს თუ მადალინას?